მოვალესა და მევალეს შორის ურთიერთობის გარკვევას, მათ მორიგებასა და შეთანხმებაზე პასუხისმგებლობას მალე თავის თავზე აღსრულების ბიურო აიღებს. ასეთი პრობლემის მქონე ადამიანებს სასამართლომდე მისვლა აღარ მოუწევთ. ამიერიდან საქმეში ეგრეთ წოდებული кейს მენეჯერი ჩაერთვება. აღსრულების ბიუროს ახალი ინიციატივით ვალის დაბრუნების დროს ადვოკატის ხარჯებისა და ხანგრძლივი პროცედურების თავიდან აცილება ხდება. ლელა ციკლაური გიამბობს. იყო დრო, როცა ფულის გასესხება უბრალოდ ხელწერილის საფუძველზე ხდებოდა. იღებდნენ ფარატინა ფურცელს, წერდნენ ვინ ვის რამდენი ვალი გამოართვა და შემდეგ მარტივად მოწმეები იმავე ფურცელზე რიგრიგობით საკუთარ ხელმოწერას ტოვებდნენ. ახლა შეიცვალა დრო, ასე არავინ იქცევა და სესხის გაცემისთვის იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებები ფორმდება. განსხვავება დიდია, თუმცა რისკი მაინც ერთი და იგივე რჩება. შესაძლოა გასესხებული ფული უბრალოდ აღარ დაგიბრუნონ. ამ შემთხვევაში ერთვება სასამართლო და ის ხარჯი, რაც ადვოკატსა და ხანგრძლივ პროცედურებს სჭირდება. სასამართლოს გარეშე მოვალესა და მევალეს შორის ურთიერთობების გარკვევას, მათ მორიგებასა და შეთანხმებაზე პასუხისმგებლობას მალე თავის თავზე აღსრულების ბიურო აიღებს. ასეთი პრობლემის მქონე ადამიანებს სასამართლომდე მისვლა აღარ მოუწევთ. შემოვიტანეთ кейს მენეჯერის ცნება, რომელიც თვისობრივად ახალია ქართული რეალობისთვის, უშუალოდ გამარტივებული წარმოებისთვის შეიქმნა ეს პოზიცია. ის შეასრულებს ასევე მედიატორის ფუნქციებს რესპონდენტსა და აპლიკანტს შორის. საქმეში кейს მენეჯერი ჩაერთვება. მთავარია მას, ვისაც უთმილი ფული თავის დროზე არ დაუბრუნეს, ამის დამადასტურებელი ელემენტარული მტკიცებულებები მაინც გააჩნდეს. ნებისმიერი ტიპის სესხის ხელშეკრულება, ხელწერილი ან შედარების დოკუმენტი მაინც. ასეთ მომსახურებას აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამარტივებული წარმოება დაარქვა, ისევე როგორც სასამართლო პროცედურას ჰქვია, თუმცა უამრავი სხვაობით. აღსრულების ბიურო მოვალესა და მევალეს გარიგების შანსს აძლევს და პრობლემის უფრო მარტივი გზით გადაწყვეტას თავაზობს. ეს არის საშუალება, რომ ტრადიციული სასამართლო დავისაგან განსხვავებით მიაღწიო იგივე შედეგს უფრო შერბილებული საშუალებებით. ძირითადად სესხის ხელშეკრულებაში სესხებელი მეგობარია, ნათესავია ან რაიმე სახის ურთიერთობა, ახლო ურთიერთობა ამ პირთან გაგაჩნია, ხო და არ გინდა ურთიერთობების დაძაბვა და გაფუჭება. აპლიკანტს და რესპონდენტს აქვს საშუალება მოილაპარაკონ ხელშეკრულების ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიც არის გადახდის ვადა და თანხის ოდენობა. პროცედურა ასე იწყება. კრედიტორი მიდის აღსრულების ბიუროში და მიაქვს განაცხადი ანუ აპლიკაცია მტკიცებულებებთან ერთად. ბიურო სპეციალური მრჩეველი განიხილავს მოთხოვნას, რამდენად დასაბუთებულია სამართლებრივად და საქმეს უკვე кейს მენეჯერს გადასცემს. кейს მენეჯერი თავის მხრივ მიდის ორივე მხარესთან და მათ პირადად ეცნობა. საქმე შესაძლოა ბოლოს ვალის რესტრუქტურიზაციით ან დროში გადადებითაც დასრულდეს. ამისთვის кейს მენეჯერებს სპეციალურად ამზადებენ. შედეგი სასამართლოსგან განსხვავებით დაბალი მარჟა, მოკლე დროში გადაწყვეტილი პრობლემა და ერთი მხარის გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად ორივე მხარის მოგებაა. დღეს არსებულ რეალობისგან განსხვავებით აქ უკვე რამოდენიმე ახალი კომპონენტი ემატება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის მოლაპარაკების და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის გაზრდას. ერთ-ერთი არავერბალური სიგნალი არის ხელის ჩამორთმევა. ხელის ჩამორთმევიდან საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე. кейს მენეჯერები ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ სპეციალურ კურსს გადიან. მედიაცია, სამოქალაქო სამართალი, კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკებების უნარჩვევები. ამ ახალ პოზიციაზე ნებისმიერმა პირმა ეს ყველაფერი კარგად უნდა იცოდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს ორი სხვადასხვა მხარის მორიგებას, ძალიან საინტერესო საქმიანობა არის და დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს განტვირთავს როგორც სასამართლოს. თუ მოლაპარაკებების დროს მოვალემ არსებული ვალი აღიარა, მან 10 დღის განმავლობაში ეს წერილობით უნდა დაადასტუროს და გამარტივებული საქმის წარმოება დაიწყება. მაგრამ თუ მოვალემ ვალის არსებობა არ აღიარა, ასევე 10 დღის განმავლობაში წერილობით უნდა გააპროტესტოს. აპლიკანტს ამ შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოს გზა რჩება. აღიარებული ვალის დროს კი გადახდის ბრძანება მორიგების აქტით იცვლება და კონფლიქტი დაპირისპირებულ მხარეებს შორის გარიგებით მთავრდება.